პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა დასრულდა. სხდომას მინისტრი სანდრო კვიტაშვილიც ესწრებოდა. კვიტაშვილმა კომიტეტის წევრებს ახალი ინიციატივით მიმართა. საუბარია სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ საავადმყოფოებზე, ყველა მსგავს სამედიცინო დაწესებულებაში მენეჯმენტს უცხოური კომპანიები განახორციელებენ. ჯერ არ კონკრეტდება ამ კომპანიების სახელები, თუმცა მინისტრის თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. კომიტეტზე კვიტაშვილმა ჰოსპიტალური პროგრამის ფარგლებში გაწეული ორთვიანი სამუშაო შედეგებით წარადგინა. სხდომაზე კიდევ ერთი შინმოვლის ინსტიტუტის საკითხი განიხილეს. ამ ტიპის სამედიცინო მომსახურება არსებობდა, თუმცა მისი სარგებლობა მხოლოდ უნარშეზღუდულთა გარკვეულ ნაწილს შეეძლო. საუბარია პროექტის გაფართოებაზე. იცით, რომ ბაზრიდან თითქმის გავიდა ბლოკ ჯორჯია, მას შეუნარჩუნა რამოდენიმე საავადმყოფო, მაგრამ შემოვიდა სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც ვალდებულება იკისრეს ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისა საქართველოში. ჩვენ ველით სამინისტროსგან პასუხს მთავარ კითხვაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ჰოსპიტალური სექტორის რეფორმაში სადაზღვევო კომპანიების ჩართვა, რადგანაც ფაქტობრივად პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე, როდესაც სადაზღვევო კომპანია თან აზღვევს მოქალაქეს და თან არის მისი მკურნალი, ანუ სამედიცინო დაწესებულების მფლობელი. იყო საკმაოდ ბევრი კონკრეტული კითხვა და გამოთქმული ვარაუდი, რომ შეიძლება რაღაც რისკებთან იყოს დაკავშირებული, იყო ასევე ზოგადად ეგზისტენციალური კითხვები, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს რაც შეეხება, რისკები რაც არის ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის და იმის გათვალისწინებით, რომ რაღაცა ახალს არ თავაზობთ იმისთან ახალს, რომელიც სადმე აპრობირებული არ იყოს მსოფლიოს არც ქვეყანაში ეს რაღაც არ არსებობს, ეს სისტემა მუშაობს ძალიან ბევრ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, მათ აქვს მიღებული ამ რისკების თავდანაწილების სპეციალური მექანიზმები, რომელსაც ჩვენს გამოვიყენებთ. ახლა კონტროლი იქნება ძალიან სერიოზული, იქნება როგორც სამინისტროს მხრიდან, ასევე იქნება მედიაციის სამსახურის მხრიდან. ელექტრონული მართლმსაჯულების პერსპექტივები და პრობლემები ამ სახელწოდების სემინარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუპლაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა პერ ეკლუნდიმ გახსნეს. სემინარი ორდღიანია და მას სასტუმრო ამბასადორი მასპინძლობს. პროექტი საქართველოში ევროკავშირის და უზენაესი სასამართლოს ორგანიზებით ხორციელდება. განსახილველ საკითხებს შორის საქართველოს საქმის ელექტრონული მართვის სისტემები და ელექტრონული მართლმსაჯულების საკანონმდებლო ბაზაა. ამ საკითხების შესახებ სემინარზე გამოცდილებასა და მოსაზრებებს ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნების იუსტიციის სისტემის წარმომადგენლები გაუზიარებენ. ეს არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში ახორციელებს. ეს კურსი არის შესაძლებლობა პრაქტიკული მსაჯულებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის გაცვალონ მოსაზრებები და გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს. თუ როგორ უნდა განვითარდეს ადამიანური რესურსები და როგორ უნდა გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები. სპეციალური სემინარი, რომელიც ეძღვნება ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამებს. ჩვენთან იმყოფებიან დღეს მეგონი თუ არ ვცდები 10 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ ესეთი პროგრამები, ან ეხლა არიან ამ პროგრამების მზადების პროცესში. ჩვენი სიტუაცია ამ მხრივ არის ძალიან საინტერესო და ძალიან აქტუალურია ეს საკითხი ჩვენთვის. ჩვენ უკვე 3 წელია მუშაობთ ამ პროგრამაზე და წლის ბოლოს ეს პროგრამა ფაქტობრივად უკვე არსებობს, მიდის მისი ტესტირება, წლის ბოლომდე უკვე მთლიანად იქნება დამთავრებული. სასტუმრო რეზიდენციაში საარჩევნო კამპანიის სატელევიზიო გაშუქების მონიტორინგის შედეგები განიხილეს. საინფორმაციო გამოშვებების და შერჩეული პოლიტიკური ток-შოუების მედია მონიტორინგი 6 სატელევიზიო არხზე, იმედზე, კავკასიაზე, მაესტროზე, რეალ ტივიზე, რუსთავიორსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩატარდა. პროცესი მაისსა და ივნისში მიმდინარეობდა. კვლევაში ტელეკომპანიების მიხედვით წარმოდგენილი იყო კანდიდატის და პარტიისთვის დათმობილი საეთერო დრო გაშუქების ტიპი და ტონი, ასევე ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის მაგალითები. კვლევის შედეგად საუკეთესო შედეგი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აჩვენა. კვლევა ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით კავკასიის კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა. განზოგადებით ამის თქმა ძალიან რთულია, იმიტომ რომ სხვადასხვა ტელევიზია სხვადასხვანაირად უდგება და სხვადასხვა სარედაქციო და საინფორმაციო პოლიტიკა აქვს მოგეხსენებათ. ამიტომ მე შემიძლია ვთქვა, რომ იყო გამონაკლისი შემთხვევა პირველი არხის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შემთხვევაში, როცა ტელევიზია ცდილობდა ყოფილიყო დაბალანსებული, როგორც გაშუქების ტონის, ასევე დათმობილი დროის მიხედვით. სხვა ტელევიზიები მეტნაკლებად იყვნენ მიკერძოებულები სხვადასხვა კანდიდატების მიმართ. პროექტის შედეგები ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. საზოგადოებრივი მაუწყებელია პრინციპში, რომელიც მეტნაკლებად ეთანადება და ცდილობს, რომ შეინარჩუნოს სტანდარტები. ასევე კერძო მედიის საშუალებების, რომლებიც თბილისის მასშტაბით მაუწყებლობენ, მაგრამ არსებობს ნაციონალური ერთი არხი იმედის სახით, არსებობს არანაციონალური თბილისის მასშტაბით მაუწყებელი ერთი არხი რეალ ტივის სახით, რომელიც არამხოლოდ არ გვევს ჟურნალისტურ სტანდარტებს, არამედ ცდილობს მიზანმიმართულად ყველა ოპოზიციური აზრის მიმართ დაანერგოს საზოგადოებაში ანტაგონისტური დამოკიდებულება.
ეროვნული ინტეგრაციის და ტოლერანტობის პროგრამა დაიხურა. ორგანიზატორები ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბაშის, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თამარ კინწურაშვილი, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები იყვნენ. პროგრამის მიზანი საქართველოს მოქალაქეებს შორის ეროვნული ერთიანობის გაღრმავება იყო. პროექტი ერთიანი მრავალეთნიკური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით აუცილებელ დისკუსიებს და დებატებს ითვალისწინებდა. ეს პროგრამა არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ ძალიან წარმატებულიც არის. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს გახდეს უფრო ტოლერანტული, ასევე ეთნიკურ უმცირესობებს შორის თანასწორობის დამკვიდრებაში. იმისთვის, რომ ეთნიკური უმცირესობის ყველა წარმომადგენელს ჰქონდეს ინტეგრაციის განცდა და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. ამ პროექტმა ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ იმისთვის, რომ უმცირესობათა უფლებები იყოს უკეთესად დაცული, ისინი უფრო ფართოდ იყვნენ წარმოდგენილები ქვეყნის ცხოვრებაში და გარდა ამისა, უნდა აღნიშნო ის, რომ არაერთი საინტერესო აქტივობა დააფინანსა, სადაც უშუალოდ უმცირესობებმა მიიღეს მონაწილეობა. ეკაბესელიამ ევროპაში ვიზიტის შედეგები შეაჯამა მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატიმრების ლიდერი საფრანგეთსა და სტრასბურგში ადამიანის უფლებადამცველებს შეხვდა. ბესელიამ მათ ამ მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარება გააცნო და ფრანგულ მხარეს პოლიტპატიმრების 61 კაციანი სია გადასცა. ეკაბესელია საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებს და თანამშრომლობას როგორც არასაპარლამენტო, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს თავაზობს. ამაზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე და კარგად არიან ინფორმირებული ჩვენი ევროპელი კოლეგები და პარტნიორები იმ ვითარებაზე, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი. ეს ეხება პოლიტიკურ სიტუაციას და კლიმატს ქვეყანაში, ეს ეხება ადამიანის უფლებებს და პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელიც ასევე ქვეყანაში არ შემწყდარა და გრძელდება ლოკალურად თითქმის ყოველდღე. ჩვენ ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ ამ კუთხით საერთაშორისო სტრუქტურებთან თანამშრომლობას. და მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ივლისის შუა რიცხვებში ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენლების ჩამოსვლა საქართველოში, რომლებიც არა მარტო გაეცნობიან ზოგადად პრობლემებს პოლიტიკურ რეპრესიებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, არამედ დაიწყებენ კონკრეტული საქმეების შესწავლას. ლეიბორისტული პარტია იმ მიმართვის ტექსტს ავრცელებს, რომელსაც ჩალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში წარადგენს. ლეიბორისტები მსოფლიოს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს და მთავრობის ხელმძღვანელს, ასევე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენელს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საკუთარ ინფორმაციას და პოზიციას აცნობს. საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ლეიბორისტები ფიქრობენ, რომ ამ პროექტის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა მმართველობის პერიოდის გახანგრძლივებას, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობის გაგრძელებას პრემიერ-მინისტრის პოსტზე გეგმავს. 2003 წლის გადატრიალების გზით მოსული სააკაშვილი, რომელიც ძალადობითა და არჩევნების მასობრივი გაყალბებით ზედიზედ 2 ვადით გახდა პრეზიდენტი, მისივე შექმნილი არალეგიტიმური საკონსტიტუციო კომისიის საშუალებით აპირებს ქვეყნის სისხლიან მმართველობას მუდმივად. ლეიბორისტული პარტია აგრძელებს ბრძოლას დიქტატორის წინააღმდეგ. შალვა ნათელაშვილი გაემგზავრა შესახვედრად შეერთებული შტატების და ევროპის სივრცეში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა 21 საუკუნის საქართველოში არ მოხდეს მსოფლიო ისტორიაში არნახული საკონსტიტუციო ვანდალიზმი, რითაც სააკაშვილი პატარა იმპერატორად გამოჩეკვას აპირებს. სოციალური დიალოგის თემაზე თბილისში 3 დღიანი ტრენინგი ჩატარდა. დიალოგი დამსაქმებლებსა და მუშაობის დაწყების მსურველთა შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, ასევე საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას გულისხმობს. ტრენინგ კურსი კომპანიების მენეჯერებისა და პროფკავშირებისათვის არის განკუთვნილი სემინარი. ევროკავშირის დაფინანსებით გერმანელმა ექსპერტებმა ჩაატარეს. სოციალური დიალოგი ნიშნავს ყველანაირი ტიპის კონსულტაციებს, დამქირავებლებსა და მოვაჭრე გაერთიანებებს შორის. სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით დღეს წარმოადგენთ ქართულ კომპანიებს. თუ როგორ უნდა აწარმოონ მათ სოციალური დიალოგი კომპანიების დონეზე და ამით მიიღონ სარგებელი. ეს არის ერთობლივი პროექტი, რომელიც ქართული კომპანიების მიერაა ორგანიზებული და ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული. საუბარი არის საწარმოებში შრომითი ურთიერთობების დახვეწაზე, ანუ კოლექტიური ხელშეკრულებების ფორმატში როგორ უნდა მოხდეს, თქვათ, იმ რეგულაციების შემუშავება და შემდგომში საქმიანობა, რომლებიც ეხება უშუალოდ დასაქმებულებთან ურთიერთობებს.